ამერიკული ავიაცია უახლოეს მომავალში დიდი გადაიარაღების მოლოდინშია. პენტაგონში აცხადებენ, რომ მოდერნიზაცია შეეხება სტრატეგიულ ავიაციას, რომელიც ქვეყნის ბირთვული ტრიადისა და შორმანძილზე მოქმედი შეტევითი შესაძლებლობების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ვაშინგტონში სენატში გამართული მოსმენის დროს საჰაერო ძალების გენერლებმა თავდაცვის ქვეკომიტეტს განუცხადეს, რომ დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტი პრიორიტეტს ანიჭებს განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რაიონში თავდაცვის გაძლიერებას, რადგან ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს. საჰაერო ძალებს სჭირდებათ ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების ფლოტის მოდერნიზაცია. ახალი სპეციალური საავიაციო საშუალებები. აუცილებელია შორი მოქმედებისა და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული შეიარაღება ბევრად მეტი რაოდენობით. ასევე თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიები. გამძლე საკომუნიკაციო სისტემები და გაძლიერებული სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა შეაკავონ აგრესია და უზრუნველყონ თავისუფლად მანევრირების შესაძლებლობა ხმელეთზე. ცნობილი ხდება, რომ მოდერნიზაცია ითვალისწინებს თანამედროვე ბომბდამშენებისა და შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების განვითარებას. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში რამდენიმე ძირითადი საფრენი აპარატი შედის. ესაა B-52H, B-2 Spirit, B-1B Lancer და B-21 Raider. სწორედ ამ უკანასკნელზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი. ჩვენი მოდერნიზაცია ითვალისწინებს F-47-ის უწყვეტ განვითარებას. ის ასევე გულისხმობს F-35-ის და F-15-ის გაუმჯობესებას. ეს პლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი საბრძოლო ძალების კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში. ატომური მოდერნიზაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ფინანსური რესურსები მიმართულია Sentinel-ის პროგრამაზე, B-21 რადარსა და B-52-ის ფლოტის რეაბილიტაციაზე. ჩვენ ვავითარებთ უახლესი თაობის სენსორებსა და ქსელებს, რათა გადაწყვეტილებების მიღებ პირებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურას და ვნერგავთ ისეთ სისტემებს, რომლებიც მეტად მდგრადია თავდასხმების მიმართ. ასევე ვქმნით ინოვაციურ საშუალებებს ჩვენი თანამგზავრებისა და ქსელების დასაცავად. ამავე დროს ვდებთ ინვესტიციებს კოსმოსური თავდაცვის მძლავრ სისტემებში. ბირთვული ტრიადის შესაძლებლობების გაუმჯობესება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. სენატში დასახელდა მინიმალური რაოდენობაც, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს სჭირდებათ საჰაერო დომინანტობის შესანარჩუნებლად. თანხის მობილიზებაც ამ მიმართულებითაა დაგეგმილი. B-21 Raider ნამდვილად წარმოადგენს უახლესი თაობის ტექნოლოგიას. ის აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალშიც შევინარჩუნოთ საჰაერო უპირატესობა. ის მინიმუმ 100 ერთეული, რომელზეც გენერალმა კოტონმა ისაუბრა, მიმდინარე საბაზისო პროგრამაშია. რაოდენობრივი უპირატესობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ მინიმუმ 100 ერთეულზე, ჩვენ განვაგრძობთ შეფასებას, თუ რამდენი იქნება საჭირო იმისთვის, რომ დაგმაყოფილდეს ოპერატიული მოთხოვნები და თუ ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს, აუცილებლად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას. ახლა ჩვენ ვდგავართ უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გარემოს წინაშე ჩვენს ისტორიაში. საჰაერო ძალების პრიორიტეტია შეერთებული შტატების ტერიტორიის დაცვა. ამ მიზანს მივაღწევთ თუ გავაგრძელებთ ბირთვული ძალების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, რუსეთს სულ უფრო მეტი ფინანსური პრობლემა ექმნება უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებით. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მმართველმა პუტინმა პირველად განაცხადა ღიად, რომ 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯების შემცირება განეხილება.